რუსთავის ცენტრალურ მოედანზე ვართ მერიის წინ და შევდივართ ძველ რუსთავში. რესტორანი, რომელიც როგორც გვითხრეს, ეხლა საშაურმეთ უნდა გადაკეთთესო. მოდით დავათვალიეროთ ეს რესტორანი. არავინ არ არის ეხლა ამჯერად რაღაცა აი ეს არ მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ცუდად არის ჩატეხილი. აი ეს აქ შემთხვევით ვიღაცა რომ დაეჯახოს, ჩამოინგრევა. აი აქაც გაბზარულია. აქ დგას რატომღაც მაცივარი, კარგი სარემონტო შენობა, ეთყობა რომ ძველია. ოდესღაც აქ აკვარიუმიც იყო, მაგრამ ეხლა ცარიელია. ჩვენ მოგწერეს და გვითხრეს, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა არის სამზარეულოშიო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეც ნამდვილად არ მოველოთ. ზედაპირებიდან დავიწყოთ. აი ზედაპირებზე და ტილოებზე, როდესაც საუბრობთ, აი რითითაც მაგიდები უნდა იწმინდებოდეს. აი ამითი დავიწყოთ. უბრალოდ ამით თუ დააბინძურებთ, თორე ამით დაალაგება, ამით და დასუფთავება ყოვლად გამორიცხულია. აქ ჩაიხედეთ. აქ ჩაიხედეთ. რადგინდა თქვევით დახედვა, როდესაც ზედაპირებიც ანალოგიური არის და იგივე მდგომარეობაა, ცვენა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. აქ ვნახოთ ეს. გამარჯობათ. და რის საფუძველზეც მოძღვევა რესტორანი? საჩივარი შემოვიდა? კი, საჩივარი შემოვიდა იმის თაობაზე სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამზარეულოში. მილები არის გასაწმენდი, გამწომის მილები, იმიტომ რომ აი თქვენც ხედავთ შეუერაღებული თვალით როგორ მიმდინარეობს კონდენსატის წვეთა. სამწუხაროდ ესეც გასაწმენდია და კონდენსატი აი აქაც საკმაოდ ისე დიდი რაოდენობით არის, ნახეთ. ეს არის უკვე კრიტიკული შეუსაბამობა, რასაც ჩვენ გადავცემთ სურსათის ეროვნული სააგენტოს და ისინი უკვე სახელმწიფო კონტროლს ჩაატარებენ. ნუ აქ კერძები არის მომზადებული და კერძებს მე არ შევეხები. ზედმეტი ნივთები, რაც არის მტვერის დამაგროვებელი, არავითარ შემთხვევაში სამზარეულოში არ უნდა იყოს, მით უმეტეს აი ცარიელი ბოთლები, რომელიც რა თქმა უნდა მტვერიანდება. აქ მაყალია და მაყალმა იცის გარკვეული მტვერი და შეიძლება რაღაცაზე ოდნავ მაინც თვალი დავხუჭოთ, მაგრამ აქ ყველაფერი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის. მუშა ხინკლის აპარატია, რომელიც მუშაობს და იქ ნახეთ, აი აქ ახალი ცომი არის, ანუ ხინკალი აქ მზადდება და ობიექტი ჩვეულებრივად მუშაობს. აი აქაც შეხედეთ, აი ეს არის ტრაპი, რომელიც აი როგორი გაბიდნულია და პრინციპში უკვე არ მუშაობს და უკვე ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვს. ზევიდანაც ცვენა ჩვეულებრივად ჩამოდის, აი ნახეთ როგორი მდგომარეობაა, ეს ყველაფერი კრიტიკულია და აქ ნახოთ აი რა მდგომარეობაა პროდუქტებში, მაგრამ თვითონ მაცივრის მდგომარეობა შეხედეთ, უბრალოდ აი მაცივარი ნახეთ. აი ქვევით დაიხედეთ, ეს არის ცომი, ქვევით მაცივარი, აი კარგად ნახეთ მაცივარი რა მდგომარეობაშია, ნახეთ. აი მაცივრის მდგომარეობა ნახეთ, ხორცი ახალია, ხორცი ახალი და კარგია, ესეც ბედნიერება არა, ხორცი მაინც არის ახალი. ვიხდი, ხორცი ახალია, მაცადეთ და ვიღებთ. მე პატრონეს თუ უნდა მობრძანდეს აქ მე ალო გამარჯობათ. შეთრო ტელეფონით გესაუბრებით. დიახ. უბრალოდ ჩვენ ახალი ნაკირავებელი გვაქვს, ვაკეთებთ საშაურმეს. ეს არ მუშაობს ეს რესტორანი. ქალბატონო, რესტორანში პროდუქტიც კეთდება და ყველაფერი აბსოლუტურად რესტორანი. კარგით ქალბატონო, მუშებიც ადამიანები არიან და ელემენტარულად პირველად რესტორანში რომ შემოდიხართ, ტერიტორია უნდა დაალაგდეს. კარგად ზანდებოდეთ. აიღეთ. და მოიცადე მე რომ ჭამ ამ რესტორანს ეკეთებინებისათვის და იქიდან ჩემს საკეთებს დღეს საკეთებს მაგრამ. მე რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ ვინ ახარ? მე თქვენთვის გააკეთეთ სახში რესტორანი. რესტორანი მუშაობს და რესტორანი არის ღია. მე რა რომ მუშაობთ? ამ წუთში კლიენტი არ აყავთ, მომხმარებელი ამ წუთში არ აყავთ, მაგრამ მე ხა ვინც მომწერა იმან იყო აქ და ხوار დასიზმრებია. მე ხა თბილისიდან რომ ჩამოვედი ხوار დამესიზმრა. მე რა ვიცი როდის იყო, მე მომწერა, გუშინ მომწერა და დღეს ჩამოვედი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ეს არის, რომ რასაც ხედავ, იმას ვაშუქებ. აქ საკოჭნაო არაფერი არ არის. აქ კიდე აქ არ ვიცი რა არის, საერთოდ არ ვიცი, აი ნახეთ, ყველაფერი ცვივა, საშინელი მდგომარეობა, საშინელი ანტისანიტარია. უბრალოდ ის რო აღიზიანებთ, რომ აი რო წაასწრებთ და აღიზიანებთ, ხო შეიძლება დაალაგდეს და ეს გაღიზიანება აღარ გამოიწვიოს უკვე. აი ნახეთ.
აი ნახეთ როგორ მდგომარეობაშია, შეხედეთ. ან აი ამას ნახეთ რა მდგომარეობაშია. ჭურჭელს ნახეთ რა მდგომარეობაშია, ტილოები ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი ნახეთ. აი ნახეთ, ყველაფერზე თავი დავანებოთ, აი ყველაფერზე თავი დავხუჭოთ, აი ამაზე რა უნდა თქვა. აი ესეთი ცელოფან გადაფარებული სუფრა, მაგიდა. აი მოდით გაჩვენებთ ახლა როგორი მენიუა. ეს არის ალბათ 100 წლის ეს მენიუ. აი ესეთი. აი ესეთი. აი გადაკეთებული რამდენიმეჯერ. აი კატლეტი პიურეთი, მოჟუჟი, სუპ ხარჩო. ამჯერად ნამდვილად სტუმრებს ვერ ხედავთ, თუმცა გაწყობილი მაგიდები არის, სამარილე ყველაფერი არის. არის მეორე სართულიც. ის საჭმელი რაც და პროდუქტი რაც აღმოაჩინა მადონამ სამზარეულოში, როგორც ამბობენ, ესო ჩვენთვის ამზადებენო. ანუ სახლში კი არ მიირთმევენ სადილს, არამედ აქ რესტორანში თავისთვის ამზადებენ. ესე ამბობენ. ღია იყო, ნამდვილად არც ბოქლომი იყო ჩამოკიდებული და არც სამუშაო რაღაც აი შენებლობის თუ რემონტის რაღაც ფუსფუსი ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. ჩავთვალეთ რომ ნამდვილად მუშაობს ეს რესტორანი და ამიტომ შემოვედით. თუმცა მოვიდა საკმაოდ აგრესიული მეპატრონი და გვეუბნება რომ რატო შემოხვედით, ჩვენ აქ არ მუშაობთ და იკეტა და ასე. ერთი ადამიანისთვის არის ეს ყველაფერი, ერთი ადამიანისთვის მზადდება აქ კერძები და ერთი ადამიანი უნდა შეჭამოს, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ ერთი ადამიანისთვის. კარგი, ღმერთმაში არ გოს. ეს არის რესტორანი, რომელიც არ მუშაობს. ეს არის ჩაყინული ხაში. ხაშის ულუფები. და თვითონ აი შეხედეთ აი ამის მდგომარეობა, შეხედეთ, აი რა თქმა უნდა გაღიზიანდა, იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ გამოაშკარავდეს და ვაჩვენოთ აი ეს მდგომარეობა რაც არის სამზარეულოში, შეხედეთ და აი ეს ნახეთ. აი ეს არის ერთი ადამიანისთვის მომზადებული კერძები, მოსამზადებლად. აი ეს ხინკალიც. აი ყველაფერი არის საშინო მდგომარეობაში, აი გული მერე, ეს ნახეთ. ну ამაზე არა მაქვს საუბარი საერთოდ ესეც ფარში არის გატარებული ოღონდინდელი არ ვიცი და აი ამას ნახეთ აი ეს არის ცომი რომელთაც ხაჭაპურს გამოაცხობენ შემდეგ მაცივრის მდგომარეობა ნახეთ აი ზე ბინძური ეს მაცივრი ალბათ არასდროს არ გამყვალა და არ გარეცხილა ძალიან მწუხვარა აი ესეთი ობიექტი თუ არსებობდა რუსთავში აი აქეთ შეიხედეთ, ნახეთ, აი ეს არის დისციდაც ხელებს იწმინდავენ, ხელებს იბინძურებენ მაპატიეთ. აი ნახეთ აქ რა მდგომარეობაა, შეხედეთ. უბრალოდ იქ რო შეიხედოთ, არის აი ზე ანტისანიტარი. ვინც აქ ბედავთ, შემოდიხართ და იკვებებით, ხელი ამიწევია. პრემია გეკუთვნით და ყოველდილით უსაფრთხოებისთვის რძე.